წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-თან რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. თიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც გაუწყეთ დღეს საუბრობთ ქართულ რაგბიზე. განვლილი ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც სულ რაღაც 2 კვირის წინ დასრულდა, მართლაც გამორჩეული გახდათ, გამორჩეული უპირატესად თავისი სიმძაფრით, აი თავად განსაჯეთ, ტიტულზე პრეტენზიას თავიდან, აი ჩემპიონატის პირველ ტურებიდან მოყოლებული ერთბაშა 7 გუნდი აცხადებდა, ნუ შემდგომ რამდენიმე გუნდი ტიტულისათვის ბრძოლას ჩამოშორდა, თუმცა ინტრიგა და დაძაბულობა ჩემპიონატს ბზის თასის, ანუ გადამწყვეტი საჩემპიონო შეხვედრის ჩათვლით ბოლო წუთებამდე შემორჩა. შეიძლება ითქვას ლამის ბოლო წამებამდე, ყოველ შემთხვევაში ფინალში 5 წუთით ადრე, როცა სიმბინის შემდეგ უპირატესობა, რიცხობრივი უპირატესობა უკვე ლელოსთან მიმართებაში არმიამ მოიპოვა, ჯერ კიდევ ჰქონდათ არმიელებს შეხვედრის შემოტრიალების შანსი, ასე მეტად საინტერესო დასრულდა ჩემპიონატი. მაგრამ ერთია ბუნებრივია დაძაბულობა და ინტრიგა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის უშუალოდ ხარისხი და დონე, თუ რამდენად მზარდი და პროგრესირებადია ქართული საკლუბო რაგბი, რაც წარმოადგენს ბუნებრივია ბირთვს, ჯერ უპირატესად თუ გნებავ ჩვენი ქართული ბასტიონის, უმეტესად ბუნებრივია, ასე საფრანგეთში ბაზირებთ უკვე 12 წელია და საერთოდ რა სიახლეები და სირთულეები ახდა განვლილ ევრო პირველობას, აი სხვა შორის ჩემი გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა მოსწრებულად იხუმრა კიდეც რა დასარალებულები შეყვარეო საქმეში გახლავთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის არც ერთი სტუმარი არ გახლავთ მოქმედი ჩემპიონის ლელოს გუნდის წევრი, თუმცა სამივე საკმაოდ გამოცდილი, შეიძლება ითქვას ორი მათგანი უკვე ასე ვეტერანის ყვალობაზე ქართული საკლუბო რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მე წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბატონ დავით გურგენაძეს და ძმები ჩიტიძეები, ბატონი დავით და თემურ ჩიტიძეები, დათო არმიის წევრი გახლავთ, ხოლო თემიკო კი სარაგბო კლუბ ლოკომოტივში უხნეს და ტიტულოვან ლოკომოტივის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. უპირატესად მოგესალმებით ბატონებო, როგორ ზანდებით, როგორ გიგითხოთ? აი განწყობა ცოტა მაინც თუ გამოგიგებდათ ფინალის შემდეგ. ჯერ მოდი აი თემიკოთი დავიწყოთ. თემურ, უშუალოდ ლოკომოტივმა ასე სპორტულ ენაზე რო ვთქვათ, ფინიშზე იმდენად აკრიფა და უკვე პრაქტიკულად თქვენ თავროსნელთან საუბრისას აღნიშნა კიდეც გადაცემაში, მაშინ თემურ ბენდეიაშვილმა ქართული რაგბის ბერმუხამ და ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა, რომელიც ქართული რაგბის განვითარებისთვის ლომის წილი დაიდო, ხო ეხა აი მართლაც ნახევარ საუკუნეზე მეტია კაცი რაგბშია, ხო დაწყებული მოქმედი მოთამაშიდან და რამდენი თაობა აღზრდილი ჯერ მის გვერდის შემდგომ ლოკომოტივის კაპიტანი, ყველა ქარტეხილმა სხვათა შორის არ შეიძლება მე ასეთ ადამიანს კიდევ ერთხელ არ გავუსო ხაზი და პატე არ მივაგო, გადაიარა მხრებზე მაშინ როცა ზვარაკად შეეწირა ლოკომოტივი, თუნდაც იმას რომ შემდგომ ქუთაისის აიამ სამგზის მოიპოვა ჯერ კიდევ საბჭოური რეჟიმის ეპოქაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რაც მერწმუნედ იოლის საქმე ნამდვილად არ იყო და მაშინ ლოკომოტივი შეეწირა პრაქტიკულად. გახსოვთ ლოკომოტივის 1000 ხრიკი, ინტრიგა, ჯერ პირველობა გააუქმე, შემდგომ იყო ის თვითმფრინავის ამბავი და იმ აშარი სტიუარდესა ასარონოკი დისკვალიფიკაციები და აი შემდგომ დაიწყო ის რომ გადაბარგდა და გაკეთდა ერთი მონოლითური გუნდი უკვე რიონისპირეთში, მამაგალაში, ქუთაისში და 3 ჩემპიონობა და კიდევ კაცმა არიზის რომ არა დამოუკიდებლობის ადგენა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რამდენხანს გაგრძელდებოდა მაშინ ქართული რაგბის ჰეგემონია, რომელიც მარტო შეიძლება ითქვას პირობითად ეთქვა ქუთაისური, ეს იყო სრულიად ქართული რაგბის. მოდი დავიწყოთ ახლა განვლილი ჩემპიონატი. თემურ, მართლაც არ ყოფილა გამომდინარე აი ხარისხიდან და შემოდგენლობიდან, რომ ალბათ ამას ყველაზე თავგადაკლული ქომაგიც და თვით ოჯახის წევრებიც კი ვერ ივარაუდებდნენ. მე მხედველობაში მაქვს მეტოქე გუნდი, ამ შემთხვევაში არმია, როცა ლოკომოტივმა 31 ქულიანი სხვაობით, ხო თუ არ ვსები 58 ჩვენდი აი რა მოხდა? აი ფინიშთან არა მანამდეც ლოკომოტივი სპორტულ ენაზე რო თქვა დამძიმდა. კი მიაღწია გუნდმა, მაგრამ ჯერ რეგულარულ სეზონში პრაქტიკულად აი ბოლო შეხვედრა რამაც დააკარგინა პირდაპირ დიდ ფინალში ასპარეზობა და შემდგომ უკვე პლეი-ოფიდან დაიგრძელა გუნდმა გზა და ორი ეტაპის გავლა მოუხდა, რათა მოეპოვებინა ისევ დიდ ფინალში გადასასვლელი შეხვედრის ჩატარება. რა მოხდა თემურ, რა იყო მიზეზი? თითქოს მოთამაშეების ტრავმიანობას ფინიშზე ლოკომოტივი არ უჩიოდა. არა, მოთამაშეების ტრავმიანობას არ უჩიოდით, მაგრამ მაინც ახალ შეკრებილი გუნდი ვიყავით, იმიტომ რომ ახალი ბიჭები მოგვივიდნენ, მაინც ვერ შევთამაშდით, ასე თუ ისე
გვიჭირდა მაინც ერთმანეთთან რაღაცა ურთიერთობაც და დაძაბულობა იყო და არ გვინდოდა ესეთი შედეგი მართალია, მაგრამ მაინც რა ვეცადეთ ყველაფერი. აი არმიასთან რაც შეეხება თამაშს, ვაფშე საერთოდ ვერაფერი ვერ ვქენით, აი ვერაფერი ვერ შევძელით. ჩვენი თამაში ვერ ვანახეთ. კოჩებთან რო ვითამაშეთ ნახევარფინალი ყველაფერი ჩავდეთ მაგ თამაში და არმიასთან ვერაფერი ვერ ვქენით. ფიქრობთ რომ იყო ფსიქოლოგიური ფაქტორი, რამე შეიძლება უფრო უარყოფითი ითამაშა მიიღებსა პირიქით, ხო? ნებისმიერ გამარჯვებას უფრო ასე ვთქვათ სპორტული ტონუსის აწევა უნდა მოდიოდეს. როგორც გვინდოდა ისე ვერ გავედით და ვერ ვითამაშეთ ისე როგორც გვინდოდა. ჩვენი თამაში ვერ ვანახეთ რა, როგორც კოჩებთან გვეთამაშა, როგორც ვითამაშეთ ისე რო გვეთამაშა, მე მგონი რაღაც შედეგი მაინც იქნება. საერთოდ ვერაფერი ვერ ვქენით რა. და აი მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გასულ სეზონში გამოირჩეოდა ბექა წიგლაური ამბიც მხოლოდ და მხოლოდ რესპექტი და ქება, იმიტომ რომ სხვათა შორის აი არა მარტო ქართული მსოფლიო რაგბისთვის საკმაოდ იშვიათი ხილია, იმდენად რთულად შესასრულებელია და სეზონში თუ მეხსიერება არ მღალატობს, სულ მცირე 3 ფულჰაუსი გააკეთა. ანუ ერთი მატჩის განმავლობაში, როცა 4-ვე პოზიციიდან ახერხებ ქულის მოპოვებას და პრაქტიკულად გამორჩეული ფიგურა იყო უკვე ჯერ კიდევ პლეიოფების წინ, როცა თქვენი ასე აღმასვლა დაიწყო, ხო? თქვენ თავად მარბიელი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, არ შეიძლება არ აღინიშნოს მგეზავი გოდერძი ჭენჭარაული, უმცროსი ტიგიც, ხო? ვახტა კავთიძეც უკვე საკმაოდ ისე იყო და აი მე რაღაცა მოიშალა, ხო, მექანიზმი. მოიშალეთ, ახლა მოგეხსენებათ მარტო წიგლაური თუ გუნდმა არ თამაშა, მარტო არა, რა თქმა უნდა, რაფში ერთი კაცი ახლა მე რაფში ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მესის ფაქტორი არ მოქმედებს. ერთი კაცი კი არა, 4 კაცის ვერ იგებს თამაშს, ხო? ის უხეშად რო ვთქვათ. და მოიშალეთ, რა ვიცი, აბა ვერ შევძელით რა, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა. და თვითონ გუნდის ხელმძღვანელობამ რამდენად როგორ შეაფასა, ვთქვათ, აი უფრო დადებითად შეაფასა სეზონი თუ მაინც და წინა სეზონთან შედარებით დადებითად შეფასდა ახლა მაინც მე-6-ზე გავედი წინა სეზონზე. კი, და ახლა ბრინჯაოს медаლი, თუმცა ის ფაქტორი რომ რკინიგზელებს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და მარტო 9 ტიტული აქვს მოპოვებული დამოუკიდებლობის აღდგენის დიდამ ბუნებრივია თანარადა თემურის ქონდა აშკარად უკვე რომ როცა საუბრობდით რომ მეორე გრაფიკით ანუ ასე შეხვედრების გრაფიკით მეტოქეთა სიძლიერიდან გამომდინარე რომ თითქოს ორელი არა მეორე კი არა საერთოდ მინდა პირველი და მინდა რეგულარული სეზონის მოგებაო რა პრინციპში თითქმის ჯდებოდა უკვე ნუ მეორე მაინც ხა ის ბოლო თამაში რო არა და რა ის იყო რაღაც საოცრები ხა იშვიათად მინახავს და ქართულ რაგბში მე პირადად არათუ არ მინახავს არც მენია 48 მეტრიდან გადანილი არ ეკრიბა და რა სიტყვით თქვენ საოცრება იყო ხო ბოლო წუთზე რაღაც ბედისერას უფრო წააგავს თორე ნეტა შეგვეძლოს და ასე რეგულარულად 48 მეტრიდან არ ეკნებს უთხოვდეთ დღეს უკვე ჰაინეკენზე ჩვენ ვიჯდებოდით გონი ხო ბადონდა თუ რა სიტყვით დავიწყოთ მოდით სანამ უშუალოდ ფინალურ შეხვედრას შევეხებოდეთ საერთოდ სეზონის წინ მოხდა სერიოზული კარდინალური ცვლილებები ხო გუნდში წინა სეზონებიდან განსხვავებით გარკვეულწილად მაინც გუნდის შემადგენლობა იქნა გადახალისებული ხო მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ გუნდში ბევრი ცვლილებები მოხდა მოთამაშეებიდან დაწყებული დამთავრებული სამწვრთნელო შტაბამდე ხო და ვიცი მე ვფიქრობ რომ ამან ბევრ რაღაცაზე იმოქმედა თუმცა მაბადია თავარი სული კლავ ნიკო ჭავჭავაძე იყო ხო ისე რომ გასულ სეზონში დიახ ნიკო ჭავჭავაძე იყო ჩვენ არმიამ რო დაიწყო თავიდან ამ რო ჩაერთო ასე ვთქვათ ჩემპიონატში შეიკრიბა, რა ვიცი, მე ვფიქრობ, ცოტა ესეთი მოთამაშეები, აი უხეშად რო ვთქვათ, აი ანაკრების დონის მოთამაშეები შეიკრიბა და რამოდენიმე ეროვნულის ბიჭებიც ყავდა. შემდეგ ჩვენი თამაში იყო აგებული სწრაფ თამაშზე. ხო და შემდეგ უკვე საქართველოში რეგბი ვითარდება, ადრე ხა მითი რო იყო რომ მარტო შეკინებით თუ მიეწებოდი მარტო მაშინ იგებდი ეხა ესე აღარ არის. ბაბდი ეს მითი კი არა რეალობა იყო, იმიტომ რომ უმეტესი გუნდების სტრატეგია სწორედ ამაზე იყო აგებული. აიღე მიეძალი და აღჭე ჩაახშე. ფაქტიურად ესე ვთქვათ შეკინებაზე იყო დამოკიდებული ალბათ 90% რა დანარჩენი იდნენ დაცვაში ალბათ. ხო და
ნუ რამოდენიმეს გამოურიცხავ ახლა ყავდნენ ფრთაზე და ისეთი მორბენლები რომლებიც ახლა თავისათმე საკეთებდნენ ხუთიაზე მაგრამ განვითარდა ჩვენი რეგბი განვითარდა იმ დონეზე რომ უკვე ფაქტიურად რაღაც მომენტში უტოლდებით ისეთ ქვეყნებს ევროპულ ქვეყნებს და ამბიციას გაგვიჩნდა და ეხლა თქვენ ახსენეთ არეკლის გატანა ეს უკვე აღარ ხდება ისა რა თქმა უნდა იშვიათი აღარ ხდება უკვე ეხლა ყოველი თამაში არეკმა გადაწყვიტა ბოლოს რამოდენიმე თამაში ხო ხდებით და აქედან გამომდინარე ეხლა ამან მიიღო სისტემატი ბიჭები მუშაობენ წვნელები მუშაობენ წვნელები ავალებენ უკვე რახან გამოდის და აქედან გამომდინარე უკვე რეგბი დაიქოქა ასე ვთქვათ და იმ რელსებზე დადგა რომელზედაც დადგა თავის დროზე ევროპის ქვეყნები და რა ვიცი ასე ვთქვათ წამყვანი ქვეყნები და გუნდები და კლუბები რა ხო და რა ვიცი მე დავამატებ ჩვენი შევეხები ჩვენ ჩემპიონატს ალბათ ჩვენ ცოტა ესე დავამთავრეთ ესე არ გვინდოდა არ გვეგონა და ამას საერთოდ არ გეგმავდით ლოკომოტივის მაბდილი გასული წლის აი ანალოგია იყო ესე ტყუპისალივი თითქოს რაღაც სივრცეში გავჩერდით და აი ერთი წელი ანუ წინა წლის პერიპეტიები გადამწყვეტი გადმოვიტანით იქაც იდენტური სიტუაცია იყო, იქაც უკვე სეზონის მიწურულს, რეგულარული სეზონის მიწურულს არმია უკეთ გამოიყურებოდა, დათო დამეთაქმე, უკეთეს შტაბ-შტილებას ტოვებდა, იქაც უკვე და მე აი გადამწყვეტ შეხვედრაში კვლავ შეიცვალა სურათი. მაშინაც ფავორიტად იყო მიჩნეული არმია, წელსაც კიდევ უფრო დიდ ფავორიტად იყო მიჩნეული, ნუ ეხლა ისე საგზნობი არა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნამდვილად არ იყო კლასში ხელშეწყობა. მეორე წრეში იყო თუ რა პირველი წრე არც ისე არა, მე მეორე წრე და შემდგომ უკეთი. რომ შევეხოთ ეხლა ყველაფერს ჩვენი პირველი წრე რამოდენიმე მარცხით დამამთავრდა სენსაციური შეიძლება ითქვას მანჩურის გამორებული. როვერ შეაფასებ გუნდს და როვერ შეაფასებ მოთამაშეებს ხო გეუბნებით, აი უკვე ქართველები ვართ რეგბია ანუ ესი აღარ არის მოუგო, ვეღარ მოუგებ ვერავის ესე ადვილად. აღარ იგება ეს თამაში. იმ აუთსაიდერების შათვლითაც კი, ხო თქვა, იყო სამი გამოკვეთილი აუთსაიდერი, ბათუმი, რუსთავი და აკადემია. შეგახსენებთ ჩემპიონატში რა მოხდა? ლელო რომელიც გახდა, რა ვიცი, დამსახურებულად მოგვიგო და თითქმის, რა ვიცი, ну, კარგად მოგვიგო. ლელომ წააგო, ძალიან ბევრი თამაში. ხოჩები გავიხსენოთ, ხო, ორი თამაში მოუგო ისე რომ, რა ვიცი, ხა მე ვფიქრობ, რომ სადაც შეხვდა იქ მოუგო. ორი თუ სამი აღარ მახსოვს, მე მგონი დაჟე სამი მოუგო, თუ ორი მოუგო. შარშან მაგალითად ორივე გუნდმა ისე ჩავამთავრეთ ჩემპიონატი, რომ მე მგონი ერთი თუ ორი თამაში წავაგეთ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და წელს უკვე ისეთი დონის ჩემპიონატი იყო, რომ თვითონ არმიამ, ლელომ, თიგინდას ლოკომოტივმა არაერთი თამაში წავაგეთ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და იყო მომენტი პირველ წრეში, რომ არმია მე-7 ადგილას იყო ჩემპიონატ სატურნიროს ხილში. და მე მობილიზაცია გააკეთა გუნდმა და ამოვქაჩეთ და ხო, ამოვქაჩეთ, დავიწყეთ თამაში და ისევ ჩვენ თამაშს ვახვევდით თავზე, მაგრამ ხო გეუბნებით რა, აი კიდე მე ხა ლოკომოტივში რო ვიყავით, ლელოს ჰქონდა ლოკომოტივში 9 თამაში მოგებული და ფინალი მოუგეთ რა. აქედან გამომდინარე ვერ გაიგებ ვერასდროს რას შემოგთავაზებს, როგორ ანუ განწყობა, ბევრი ფაქტორია იმის, რომ ფინალში ვერ ითამაშო. ფინალში ყველა ერთი და იგივეა, უკვე აღარ არის იქ ლიდერი და ის აღარ არის. ფინალში გავიდა ის აი ბოლო წვეთამდე, ბოლო სისხლის წვეთამდე, აი რა ვიცი, იცის რომ შეიძლება თავი გაუტყდეს, შეიძლება ტვირის შეყვა მიიღოს, მაგრამ იქ მაინც შეყობს ის კაცი თავს, იმიტომ რომ ფინალია, მაგისთვის თამაშობ მთელი სეზონი და აი ამაზე ფსიქოლოგიური თვალით ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ძვირფასო მეგობრებო, არმიის ბურჯი, ბატონი დავით გურგენაძე, საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერი და ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ხა რაგბში ისე ნაკლებად ჩახედულ ადამიანებს ბევრს არ მოიხსენება, ბატონ დავით, რომ თქვენ წლების განმავლობაში თითქმის 6 თუ 7 წელი იცავდით ლიონესის ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას, ხო? დიახ, 2006 წლიდან იყო ესეთი ინგლისელი მწვრთნელი ჯეკ გლენი, რომელმაც პირველად შემომჩნია მიწვია ნაკრებში და დებიუტი მქონდა სხვადასხვა და მარტო იყავით, ხო, კარტოლებიდან. აი, გაზაც საოცარი მოვლენა იყო. და ისე მაბადეთ არ შეიძლება არ გითხოთ, ეხლა წმინდა ადამიანური მოდია თავად ესპანეთში დარჩენის და იქ ცხოვრების პერსპექტივა არ თუ თავად არ გქონდა. კი, როგორ არა, ჩვეულებრივად მე 8 წელი ცხოვრობდი მადრიდში. მადრიდში. და
იქ რავი თითქმის 20 წელს ვიყავი რომ წავედი აქედან და გავიზარდე თითქმის იქ და ეს არის ქართული სული ვერ ჩერდებია ზურბაზო მეგობრებო აი რასაც კაცი და ქართული გვერი მაინც დავის ამშობლო ის რა მდგომარეობაში ეხა ხო ბოლო ეხა ცხოვრების თვალსაზრისით ეხა რომ მგონი არავინ არც გვიწყეს და არ გამათება ეხა სხვაობა მადრიდსა და თბილისის შორის ხო მიუხედავად ამისა თქვენ აქ ხარ და ისევ იღწვით თქვენი ქვეყნისთვის თქვენი ქალაქისთვის თქვენი კლუბისთვის და მადლობთ აი რა მინდა კითხოთ ხო არსებობს ასეთი ფრაზა ობივაწელის ფრაზა რომ რაგბი არის ერთ-ერთი ყველაზე თქვა ლოგიკური სახეობა სადაც ძლიერი სულს ამარცხებს მაგრამ ამ შემთხვევაში კი დათომ აღნიშნა რომ ჩვენთან უკვე პირობითი მცნება გახდა თქვა ლიდერი და აუტსაიდერი ნუ თლად პირობითი არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სხვაობა რაც ადრე იყო რომ ასე ვიღაცისთვის სპორტულ ენაზე რო თქვა გადაერბინა და ასეთი უპირატესობები აღარ არის თუმცა თუნდაც დაფიქსირდა სოლიდური ანგარიში პირველი 60 წუთი მაინც ანამ გარდატყდება თამაში მაინც საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა უწევს ამ ფონზე თქვენი აზრით განვითარდა ბოლო წლებში ქართული საკლუბო რაგბი აი განვითარდა რას გულისხმობ აი ცოტა არის თქვა მიახლოება თანამედროვე ევროპულთან უპირატესად ნუ მხედველობაში მაქვს აი თვითონ სტილი თამაშის რა თქმა უნდა ფრანგებთან და ინგლისელებთან ეს არის მოდის დამკვეთნი ხო ევროპაში თამაშის სტილს რაც შეეხება მე ვიტყოდი რომ უფრო ჩვენ მაინც აი ჩვენ ჩემპიონატი რა თქმა უნდა განვითარდა ეს ბოლო 2 წელია 3 წელია შეიმჩნევა კიდეც გაძლიერდა გუნდები გაძლიერდა ჩემპიონატის დონე გაიზარდა მაგრამ ამ ევროპული სარაგბო ქვეყნებისგან მაინც განსხვავდებით უფრო ძალისმიერი რაგბს ვეტანებით ჩვენ ჯერჯერობით მაინც ხო ჯერჯერობით ისე აი ვისაც უთამაშია ახლა საფრანგეთში უთამაშია ეგ სხვა ქვეყნის ჩემპიონატებში წამყვან ქვეყნებში დამეთანხმება ყველა ნამდვილად რომ იქ სხვა სათამაშო ტემპია ის ძალის როცა ძალა ჭირდება იმ ძალასაც იყენებენ მაგრამ სათამაშო ტემპი არის სხვა სისტრაფეზე არის აი სპორტის მოძრაობა დინამიკა აბადონდა თუ რა სიტყვი გადაცემა ეხა ტულონი კასტრი იყო ისეთი მარტო შეიძლება ესე თვალსაჩინოებისთვის ამოიღო და ეს თამაში ატრიალო ალბათ უწყვეტ რეჟიმში ხო იმდენი რაღაც იყო თემიკო ჩადებული იმ თამაში ხო ეს 3 დღის წინ ზურბაზო მეგობრებო ტოპ 14-ის საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო თამაში მანამდე მინდა კითხოთ ბიჭო ოღონდ აი ობიექტურად არა იმიტომ რომ თქვა აი ეხა ასე როგორც მარცხ სტილ ფინალში ადამიანებს კი ფორმატი კი ერთის ხრივ აი მადონდა თუ აღნიშნეთ თქვენ რომ კი აი მთელი სეზონი ამ თამაშს ველოდებით მაგრამ იცით რა იკარგება ლოგიკა ხო იმიტომ რომ იცით ერთი თამაში არ უნდა წყვეტდეს ხო ეხა არც ერთ სახეობ მაგალითად ხო არ ჯობია რომ იყოს რაღაც წრიული და აი ფორმატზე თქვენი აზრით არის შესაძლებელი თუ ეს ფორმატი ამართლებს ჩემი აზრით რა ვიცი ჩემი გადმოსახედიდან მშვენიერია ანუ როგორც არის ახლა დაგეგმარება ჩემპიონატის ცხრილის რა ვიცი მე ვთვლი რომ იდეალურია იმიტომ რომ შანსი ეძლევა მესამე ადგილზე გასულსაც და ანუ ჩემპიონატში და რა ვიცი ბევრს ეძლევა რა შანსი უბრალოდ ვინც პირველ ადგილზეა და პირველ ორში მოიგებს ის გადადის ეგრევე ფინალში და დანარჩენი უკვე ერთმანეთში თამაშობენ და ყველას ეძლევა თანაბარი შანსი. აბსოლუტური გეთახმები, თუმცა არის ერთი რამ, აი ერთი თამაშის ფაქტორი. ხო, აი ერთი თამაში შეიძლება ვიღაცა ასე ვთქვათ, აშენდეს და ვიღაცას უზარმაზარი შრომა ჩაეყაროს ხალხში, ნუ მხედველობაში მაგრამ ეხლა თქვა თუ ერთი გუნდი რომელიც ვთქვათ მეორეს 8-10 ქულით უსრებს, ანუ ძალიან დიდი ტიტანური შრომის შედეგად არის ეს უპირატესობა მოპოვებული, აი შეიძლება გაქარწყალდეს სულ რაღაც 80 წუთში. ეგ არის, აუცი, ეგრე უნდა იყოს მე ვთვლი ეგრე უნდა იყოს უნდა ვისწავლოთ იმ ერთი თამაში ჩადება იმ ყველაფრის უნდა ვისწავლოთ იმ შრომის ჩადება იმ ერთ თამაში და მე იმის მოპოვება მთელი წლის განმავლობაში რაც ვიშრომეთ რაც გავაკეთეთ მაგის ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია და თქვენ რა სიტყვით მისაღებია ფორმატი? კი, მისაღებია, მოგესალმებით. აი, ეს არის ეგრეთ წოდებული ავსტრალიური პლეიოფი, ესეც უთხრათ, კომპანია ზუსტად ამ პრინციპით დარდება. პირადულად ძალიან მომწონს და მივესალმები მაგათ, არ მინდა რომ თქვათ ერთი გუნდი იყოს გამართული და ერთმა გუნდმა ჩაამთავროს ჩემპიონატი, მაგალითად ჩვენ გავედით პირველ ადგილას წელს და გავხდით ჩემპიონი. მე მგონი უფრო სანახაობრივათაც, უფრო მაყურებლის მხრივ კარგია ეს პლეიოფი ავსტრალიური და მართლაც მივესალმები მაგას მე რა. ჩემპიონატი მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ბოლო პერიოდში მოიხსენებათ კარგად სახელმწიფო საკმაოდ გაზრდილი
როლი ქართული საკლუბო რაგბის განვითარებაში და იმ პროგრამის შესახებ. ეს არის 3 წლიანი პროგრამა ამ ეტაპზე, ეს პირველი ეტაპი, სადაც უშუალოდ საკლუბო რაგბის განვითარებას ეხება, აი რამდენად არის ეს საკმარისი მხედველობაში მაქვს და აი რა ჭირდება უშუალოდ რაგბის განვითარებას უკვე ასე ევროპულ დონეზე, ახლა მთლად ტულონისა და ხსენებული კასტრის დონეზე არ არის საუბარი, მაგრამ ის რომ ჩვენ შეგვეძლოს ევრო ტურნირებზე ღირსეული წარდგენა და ასპარეზობა. ამის შესახებ სარეკლამო ჭრა და მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავან დავით გურგენაძე და დავით და თემურ ჩიტიძეები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, მაშასე ძვირფასო მეგობრებო, ქართული საკლუბო რაგბი, გავლილი ეროვნული ჩემპიონატი და მისი პერიპეტიები, ბატონი დავით გურგენიძე გახლავთ არმიელთა ბურჯი, ამავე გუნდის მხტომელი დავით ჩიტიძე, კიდევ ერთი გამოსტილი ფიგურა და თემურ ჩიტიძე, ვინაც ლოკომოტივის მარბიელია, ისეთ საინტერესო თემაზე შევჩერდით. მე არ შეგეკითხებით უშუალოდ თუ რა მდგომარეობა, ნუ მხედველობაში მაქვს ციფრები, მაგრამ დავსვათ სხვანაირად კითხვა ბატონებო. აი დღეს რა ჭირდება, ჯერ დავიწყოთ იქიდან, უშუალოდ აი ასე ინდივიდუალურად და შემდგომ უკვე კლუბის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, რომ მორაგბე, რომელიც იქნება მზარდი მხედველობაში მაქვს, აი იმის მისი შემდგომი აღდგენითი პროცესი ბევრი რაღაც იცით, აი ამ შემთხვევაში ჩვენი უშუალოდ სპორტული მედიცინის ჩართვა მე მაინც მიმაჩნია, რომ ხშირად სათანადო დონეზე არ ხდება. ის რაღაც ისე ძალიან ზედაპირულად საუბრობენ. მოდი ჩვენ მაინც ზოგადად გავაჟღეროთ რა ბატონო და თუ რა ჭირდება მორაგბეს ელემენტარულად რომ სრულფასოვნად განვითარდეს. აი რა თანხაზეა საუბარი. ნუ აღარ ვლაპარაკობ იმას, რომ ბევრს ოჯახი ყავს, ნუ ბევრ ბოლო ახალგაზრდა კაცია, ცხოვრება გინდა 21 საუკუნეა, ხო, იმიტომ რომ ეხა და რა ხელფასზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, საუბარი აქ ბუნებრივია საშუალო ხელფასზე და არ საუბრობ მაგალითად ბიროზე ეხა 2-3 მოთამაშის გარდა. კარგი კითხვა, ეს კითხვა ძალიან აქტუალურია და მე ვიტყვი ჩემებურად რეგბის განვითარებას შევეხები, ასე ვთქვათ. რეგბი ვითარდება, ანუ გზაზე დგას, იდეალურ გზაზე დგას, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ ნუ ბიჭები ჩამოვიდნენ იმათმაც, ვინც დიდი სკოლა გაიარეს, დიდი რეგბი ითამაშეს და ეს ხალხი ჩამოდის აქ და უნდათ რომ ის გამოცდილება გაუზიარონ საქართველოს ადამიანებს და ქართულ სპორტს და ჩამოაყალიბონ იგივე სტილის თამაში, რაც არის დაუშვათ ევროპაში, ხო? ხო და მე ამასთან დაკავშირებით ვიტყვი ერთ რაღაცას რა. მე არ მინდა ეხა ისე გამოვიდეს რაღაცა წუნიან რაღაცა. მე არ შევეხები, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი. რა თვალები რომ გავახილოთ და სიმართლე დავინახოთ, არის ესეთი. როგორ რადონეზეც უნდა სახელმწიფოს რეგბის განვითარება, ზუსტად იმ დონეზე ვითარდება რა. მოთხოვნა იქნება მეტი, დაფინანსება იქნება მეტი და შესაბამისად აი ძალიან მაღალ დონეს ვითამაშებთ რეგბს, იმიტომ რომ პოტენციალი გვაქვს, შეგვიძლია ჩვენი თამაშია, ჩვენი ხასიათს უდგება, ასე ვთქვათ. ხო და მე ვთვლი რომ ესეთ რაღაცას რა. იქ არის, როდესაც გინდა განვითარება, მარტო საქართველოს ჩემპიონატი არ ყოფნის ამ საქმეს. არანაირად არ ეყოფა რა ამ საქმეს. ახლა მარტო საქართველოს ჩემპიონატი ვითამაშეთ და ნუ გასაგებია რა, ნელ-ნელა წავა ეს პროცესი ჩვენი გაზდის. მაბადია არის ორი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა, ხო? დიდი რაოდენობის ის ვინც არ არის უშუალოდ თქვა ნაკრებში თამაში დაკავებული, ხო? ნუ სულ ორი ნაკრებია, ხო? ეხა ეროვნული ანაკრები, მე არ ვულიცხობ ასაკობრივ ნაკრებებს. ეხა ორი სამთვიანი პაუზა, ახლა 3 თვეა პაუზა, შემდგომ ზამთარში კიდე 3 თვე, ანუ ეს ხო დინამიკა. 3 თვე არ გამოდის პაუზა გამოდის 1 თვე. მე შემდეგ 1 თვე ეთმობა ფიზიკურ მომზადებას. არა, მე სათამაშო პრაქტიკა კი რა თქმა უნდა. თქვენ ხა თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ნაკრები, ანაკრები და ნაკრები, ხო? მაგრამ ეს არ ყოფნის ჩემო კეთილო ხალხო ამ საქმეს. ეს არ ყოფნის. მარტო ნაკრები და ანაკრები არ არის ის საქმე, ხა წამოვა დაფინანსება პირველი ორი გუნდი, რომელიც ჩემპიონატში გავა პირველზე და მეორე ადგილზე, ამათმა უნდა ითამაშოს
მინიმუმ ვიღაც უცხო ხალხს ეთამაშოს, მინიმუმ უცხო ხალხს, რომ რაღაცა გაიზარდოს. ეხლა გავიგე რომ ნაკრები კი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მოთამაშეები, რომელიც ვერ ხვდება ნაკრებში, იმას ხელი არ უნდა მოუსვა და არ უნდა გადააგდოს. ირიქი ბაცი აწყობილი რა. ბაცი აწყობილი, ანუ მე ვფიქრობ, რომ იმდენი დაფინანსება მაინც უნდა მოვიდეს. მოთამაშეზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ მოთამაშე კარგად იყოს. მაგაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თუ ჩვენ წინსვლა გვინდა, იმ დონეზე უნდა დაფინანსდეს ქართული რაგბი, რომ უცხო გუნდებს ვეთამაშოთ, ჩემპიონატებში მივიღოთ მონაწილეობა, გქონდეს რაღაცა იმდენი რესურსი, რომ უცხო მაბადია, ალბათ იგივე სუმცირე ჩვენი კლასის გუნდებს მაინც, ხო? ეხლა არიან ეხლა ჩვენიდან დაიწყება და უფრო მაღალ კლასებსაც ეხლა შეიძლება ეხლა რომინეც ჩემპიონატი ძალიან მაგარი აქვს, ეგრე ვერ ითქვი ხა. იგივე კონსტანცაძე და ფარუნთა თქვა და ასეთ გუნდებთან და ასე სხვათა შორის რუსეთის თუ კიდე უკვე ისეთ რეგთან ჩვენ და დავითმა ხა ვეთამაშეთ მაგათა მოგეხსენება დავით ხა ის თამაში ძალიან სული თამაშია ძალიან ისეთი იყო თურქეთში ვეთამაშეთ სულ თამაშეთ ყოველწელს თამაშობთ ეს უკვე ტრადიცია ჩამოყალიბდა და მოგარი ბიჭები არიან და ხა იქ არ იყო კიდე ის მობილიზებული ხო ხდებით და ხა რომ გამოიყო და დააყენებდა მოსაგებად რო ათამაშებ ხო ის უკვე სხვა თემა არის და სხვა არის ხო ხდებით და ჩემი აზრით თუ განვითარება გინდა რა დონეზეც დააფინანსებ იმ დონეზე გაგივითარდება რა იმიტომ რომ ხალხი არის ზოგავს თავს ხალხი მუშაობს შრომობს მე ავიცი აი ხო გეუბნებით სამი არის გუნდები მაღალი დონის გუნდები ხა რაღაცა საფრანგეთის სიტყვაზე რა არის გუნდები რომელიც სიტყვაზე ინგლისში აგერ ჩემი მეგობრები თამაშობდნენ პირველში სამჯერ ვარჯიშობ ხო ხდები და მაგარებს თამაშობენ კარგებს თამაშობენ იქაც რა მიუხედავად ასეთი ცოტა ვარჯი ხო და სამი ეს არის თითქმის სამუყვარულო აქ ყველა თუ ვარჯიშობს თავია გადადებული და ანუ განვითარება უნდა რა ვქნათ ეხლა ესეთი სუსტრაფი ხალხი ვართ და მე ვფიქრობ რომ რა ვიცი შეგვიძლია რა რომ გავავითაროთ იმაზე სწრაფად ვიდრე ვითარდებით ეხლა ჩვენ ვითარდებით არ ვდგავართ ერთ ადგილზე მაგრამ მე ვთვლი რომ შეგვიძლია რა ვიცი 60%-ით უფრო ჩქარა დავიძრათ ამ განვითარებაში ვიდრე ეხლა მივდივართ რა ჩემი აზრია და აი უხეშად რო თქვა მე-13-ზე მაინც ვართ მისული თუ ჯერ კიდევ მე-13-საც გვიკლია თქვა და აი მე-13-ს გულისხმობ ინფრასტრუქტურას რაც თქვენ ეხლა საკმაოდ ისე ნათად ბძანე და ჩამოაყალიბეთ მე მოგეხსენებათ ეხლა ჩვენი ანუ გუნდები უკვე ძალიან ბევრია 10 გუნდია უკვე ჩვენ ჩემპიონატში და ამ 10-ვე გუნდს ახლა ვერ ვიტყვით რომ ყველას აქვს სახლი რა ასე ვთქვათ რა 10-ვე გუნდს სახლი არ აქვს გვაქვს რაღაცა სახლს გულისხმობთ უშუალოდ სათამაშო მოედანს რა თქმა უნდა სათამაშო მოედანი იქნება ანუ ქირაობენ რაღაცა და ამ ყველაფერში აი იმ დონეზე არა მიზნობრივად იხარჯება ფული გუნდის არამიზნობრივად იმ დონეზე იხარჯება რომ მე ვთვლი რომ უფრო სამაგალითო შეიძლება ყოფილიყო რომ ყველა გუნდს რაღაცა მოედანი მაინც მიეცეს ხო ხდებით მოედანი მაინც მიეცეს ან უფლებად ამ ვარჯიშის და მთელი ფული არ დაგვეხარჯოს იმაში რომ მოედნებში ვიყოთ შესულ მოედანი გქონდეს და რაღაცა რავი მე ვთვლი რომ ამის დაგეგმა შეიძლება და რა ვიცი უბრალოდ უჭირს ხალხს თან ეს მაბადეთ ბოლო წლებში რაც არ ვიცი ხა ჩემი აზრი და აი ეს არ არის მარტო ჩემი აზრი მესმის რომ ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული მაგრამ დაუშვებელია რომ თუნდაც მცირე მონაკვეთი რაგბი გადავიყვანოთ ამ ყბადაღებულ და მართლაც ამ სიკვდილის მოედანს ასე პირდაპირ უწოდებენ სპეციალისტები და სხვადასხვა უპირატესად სამედიცინო პერსონალი ეს არის ხელოვნურ საფარიანი მოედანი 90% ტრამვების მუხლის ტრამვების განსაკუთრებულად მოდის ხელოვნური მოედანი აი ესპანეთში იყო ხელოვნურ საფარიანი მოედნები ეს თელ ესპანეთში რაც თამაშობდი მე ესპანეთიდან საფრანგეთში გადავოდი და იქ ხო მაგას ვერ ნახავ საერთოდ ვერ ნახავ იქ რომ მე მაგაზე ანი ვარჯიშოს ანი თამაშოს და ესპანეთში იყო ერთადერთი მოედანი და სადაც თამაშები არ ტარდებოდა. წარმოგიდგენია, დანარჩენი აბსოლუტურად ბალახოვანი საფარი, უმაღლესი მიუხედავად რომ ესპანეთი არ არის არაგბო ნატურალური უმაღლესი ხარისხის საფარით და ეხლა მინდა აღნიშნო რომ წელს იგეგმება რაღაც ახალი ჩემპიონატი, რომელიც ჯერ ფორმატი არაა შედგენილი, მაგრამ არის ლაპარაკი რომ იქნება გაკეთება ევროპის თასი, პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდები
კი, ევროტურნირების ფორმატი იცვლება, პორტუგალია, საქართველო, ესპანეთი, რუსეთი, რუმინეთი. და თუ გაკეთდება ძალიან ეს საკვეთება ძალიან წაგვეთდება. არა, ეხლა მაგალითად ისე თვითონ ფირაერმა, ანუ ევროპის რაგბის კავშირმაც უკვე გამოიღო ხელი და მიხვდა რომ უკვე ჰაინეკენის თასით კი ერთის მხრივ ძალიან კარგია ბრენდი ეკი, მაგრამ მოწყვიტა საგზნობდად მოწყვიტა რაღაცა მცირე ნაწილი დანარჩენ სარაგბო სამყაროს, რაც საერთო რაგბის განვითარებაზე ევროპაში ძველ კონტინენტზე უარყოფითი როლი ითამაშა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი რომ აი მოედნებს შევხედეთ, ორადორ მოედანზე ტარდება პრაქტიკულად ეროვნული ჩემპიონატის მატჩების დიდი ნაწილი. ხო, სარაგბო არენა გააჩნიათ, ესე იგი ქუთაის კიდეგაირო დინამო ისევ რიონისპირეთში ჩადგა მწყობში, გააჩნია ბათუმს, აქაც და აი ხა ყოჩები ცოტა ისეთი მომენტი იყო, ერთ თამაშს სახში თამაშობდა, მერე ხუთს ისევ თბილისში საშინაო მატჩებს, აი ვერ გავიგეთ რა, სხვა შორის ვერ გავიგე კავშირის პრინციპი რატო ხდებოდა ასე თუ ეს იყო კლუბის ხელმძღვანელობის განწყობილება, საშინაო თამაში რატო უნდა ჩაატარო პრაქტიკულად ნეიტრალურ მოედანზე, როცა საკუთარი მოედნის უპირატესობა პატარა საქმე არ არის და მით უფრო არც რაგბში, ხო? და აი ეს ყადაღებული ავჭალა ნავთლუხი, ხო ბატონო და თქვენი მისმაგიდეთ რომ უნდა გავცდეთ, ხო ეს რაღაცა ეს კართაგენივით უნდა დაინგრეს, ხო? უნდა დაინგრეს და მე ვთვლი რომ ეხა რო არ იყოს შესაძლებლობა, რო არ იყოს ნუ იტყვი ეხა ნუ არ არის და რას ვიზავთ ხო, მაგრამ არის ეხა არის მოედნები, რომელიც არის მოულელი და შეიძლება რა ის მისცე დაუშვათ რომელღაცა კლუბს და იმან მოუაროს რა და მე ვთვლი რომ შეიძლება ეს რაღაცებს გაკეთებოთ, რომ მე გეტყვით ეხა სტატისტიკას ჩემი გუნდისას რა 6-მა 7-მა კაცმა გავიკეთეთ მუხლის ოპერაცია. 7-მა კაცმა გავიკეთეთ მუხლის ოპერაცია. ამას არ გეუბნებით რაღაცა ისე რა ვიცი, აი ხო გეუბნებით რა ჩამოთვლად შემიძლია, მაგრამ აი მენისკი უკვე აღარ არის, მენისკი რო იყოს კიდე ხო რა დაიწყებ მალე, მაგრამ მე გეუბნებით როგორიც არის ჯვარედინი და ხილოვანი დაზიანებები და 8 თვე ჭირდება მას. რა თქმა უნდა და 7 თელი კაცი წელი. ესე ტრამვას მიიღებს, მე ვფიქრობ რომ ცოტა უნდა რაღაც სტატისტიკა გქონდეს გაკეთებული და მე მგონი ყველაფერი ცხადია და ნათელია რა და შეგიძლია მაკედან მიიღო. აი ხა არ შეიძლება არ შევეხო, ნუ აი ეს სეზონის ეს ეტაპი დასრულდა, ხო? ეხა პრაქტიკულად ჩვენ გადავერთვებით რაზე, ნუ ეროვნული ნაკრები აქ ბუნებრივია მსოფლიო თასზე უკვე მეთოდურად სამზადის იწყებს. საკმაოდ კარგია, როცა ეს 19 წლამდელები, ეს მზარდ საქართველოს წოდებული 19 წლამდელები ინგლისის საგრაფოებთან თბილისში ორ შეხვედრა, შემდგომ თბილისში გვერი საერთაშორისო ტურნირი 14-დან 22-ის ჩათვლი და აი ამ ფონზე უმეტესწილად თებიკო ასია, ხო? აი ჩვენი ჩემპიონატში მონაწილე მორაგბეები, ვინც ამ ნაკრებს ამ ორ ნაკრებს მიღება, დაკავდებიან 7 კაცა რაგბით, ხო? და თქვენ სხვა შორის 7 კაცა ძალიან გიყვარდა, აპირებთ მონაწილეობის მიღებას? კი, ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, ამ ტურნირს ვითამაშებ. ორი ტურნირი ჩატარდება, მე მგონი, ეგრე უნდა ჩატარდეს. და ერთი ბათუმში ქვიშის რაგბით ჩატარდება ალბათ აგვისტოში. აი ეს ყველაფერი საალაღობო უფრო სახასიათოა, ხო, მაგრამ ეს შეუწყობს სპორტული ფორმის შენარჩუნებას და თუ როგორ ფიქრობთ? 7 კაცა რაგბი არის ძალიან საჭირო მე ვთვლი რა და მე გეტყვით რა არის ოლიმპიური სახეობა ყველაფერს დავიდანებოთ. რა თქმა უნდა ოლიმპიური სახეობა გახდა და მივესალმები და თვითონ რეგბისტის განვითარებისთვის არის საჭირო, იმიტომ რომ იქ ისეთ რაღაც გამოცდილებას იღებს ადამიანი, აი თუნდაც პასის მომენტი ავიღოთ რა, აი პასი ცოტა შორის დგას ადამიანები, მოთამაშეები და ისეთ პასზე არის მუშაობა, რომელიც ჩვენ გვიჭირს და გვაკლია რა საქართველოს ჩემპიონატში თვალები ისე ვთქვათ რომ გავახილოთ და სიახლოვეს პოზიციაში არ ვიყოთ, ანუ ტექნიკური წუნი მაინც გვაქვს და მე ვთვლი ეს 7 კაცა არის ძალიან ნათელი ადგილი მაგის, რომ ამით შეიძლება ტექნიკური თვალსაზრისით მივახციოთ იმას, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაშის ანუ ხელის ტექნიკა, ასე ვთქვათ რა და ანუ მაგას თავი გაანებეთ, თვითონ ფორმაში ხარ ძალიან უმაღლეს დონეზე ხარ უკვე ასული, რამოდენ ერთ ტურნირიც რო ითამაშო, ანუ 15 კაცას უკვე ისე თამაშობ, რომ შეიძლება გული აღარ აგიჩქარდეს რა, ანუ ისეთ ფორმაში მოდიხარ.
ხო და სწრაფი გადაწყვეტილება იქ ჟანგბადი აღარ ყოფნის უკვე თუ ის და ისე თუ უკვე ისე დაღლილი ხარ და აქედან გამომდინარე შეიძლება გადაწყვეტილებები მიიღო ხო და ანუ ვითარდები მე ვთვლი რა ისეთ რაღაცებს იღებ რომელიც ჩვეულებრივად ვერ მიიღებ რა აი სამწუხაროდ იწურება ჩვენი განაცემის დრო ბოლოს არ შეიძლება არ კითხოთ ნუ ეხა თებეკოს არ ვეკითხები ასე კიდე 24 წელი შვენიერი ისეთი უკვე გამოცდილება აგრეფილი და ის მოდი აი თებეკო დავიწყოთ თქვენით ნუ რა თქმა უნდა ეს კითხვა აბსოლუტურად უადგილოა რჩები თუ არა რა თქმა უნდა რჩები დრაგში თუმცა რჩები თუ არა კლუბში თუ გაქვთ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ხარ ჩამოყალიბებული ანუ ესე იგი ბენდოს ერთგული ხო ესე არა ბენდოსთან ერთი რომ მოხდები მე ასე არა ეხლა რა შეიძლება ჩვენს კიდევ ორ სტუმარს ბატონები დავით გურგენაძე და დავით ჩიტიძე ორივე ეხლა ვეტერანებს ვერ უწოდებ თუმცა უკვე ცოტა ისეთ სპორტსმენისთვის მოციფულ ასაკს მიუახლოვდნენ ამ ფონზე ბატონდათო თქვენ რას აპირებთ ჩემი დავიწყოთ აქედან ჩემი კი მე პირადად გადაწყვეტილი მაქვს რომ დავრჩი არმიაში იმიტომ რომ არ არის რაღაცა სასწაული არ მოხდა და ბატონდათო თქვენ მე და დავიწყო გადაწყვეტილი რომ წაგებულები არ წავალთ არასდროს და ჩვენ ეს ანუ ეს ბებრძოლი და ის თელი ეს კარიერა რაც გქონდათ კიდევ რომ მაჟორზე ან მოვიგებთ ან დაუგრიადებით მოვიდანს ამოვიღოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მე შემდეგ ვიფიქრებ წასვლაზე, მაგრამ აი ხა არ მგონია რომ ჩვენიდან რომელიმე წასვლაში თქვენ აი 4 ოპერაციის შემდეგ კარიერის მანძილზე ეს არის რაღაცა ის შემზარავი ციფრი, ამჟამად თავს ნორმალურად ცნობთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ჩემპიონატის დასრულის ნაწილში უკვე დისკომფორტი აღარ ქონდათ, ხო სრულად? არ მგონია რომ ეგრე იყოს, მაგრამ მქონდა პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებს ფარავდი, მალავდი, იმიტომ რომ დაუშვათ ფსიქოლოგიური მომენტიც იყო, ეხა პრობლემა მაგთ რაღაცა აიტკიო სხვებს გადადის ეს ანუ ეს ფაქტორი გადადის სხვა მოთამაშეებზეც და შეიძლება ეს რეგბისტმა დაამალოს მორაგბემ რა ხო და მე ხა ცად გაუნჯობესებული არა მაქვს ფეხი ინდონეზია არა მაქვს როგორც გქონდა და სავარაუდოდ არც არასდროს აღარ მექნება მაგრამ მე ვფიქრობ რომ შეიძლება თავის საფრთხელი ხელი მაინც და კი რა თქმა უნდა შეიძლება ამოწევა ყველაფრის და განვითარება ნახო. ბატონებო, წარმატებას გისურვებთ, ეხლა მე ხო მაგ ჩემი სუბიექტური აზრზე არ არის საუბარი, სურვილი გავაჟღერო რომ მე ძალიან მინდა რომ გაისავ ნახო ბზის თასის, ანუ საჩემპიონო ფინალი, აი ასე არა ადრეულ სხვა ეტაპზე არამედ აი ასეც მების დაპირისპირება ბატონიდათოს ვიცი დამეთანხმება ხო ასე არმია ლოკომოტივის მოგიწერდით ხელს წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო და გასარაგებელები არაერთზეც დაუბრუნდებით დიდი მადლობა მოწვევისთვის წარმატება და მარცხი მიღწევები და პრობლემები პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები დაუთმო დრო ქართულ სპორტს სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად